მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ჭუმბურიძე და დღეს გესაუბრებით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტზე, რომელიც ფსიქოლოგიაში ჩატარდა. ექსპერიმენტზე, სადაც ადამიანები ავტორიტეტებს ემორჩილებიან, ხანდახან ძალიან უმაკვდინებელი ფორმითაც კი. ეს ექსპერიმენტი 1963 წელს ჩატარდა, მილგრემმა ჩაატარა ეს და ჯერ მოგიყვებით, როგორ გამოიყურებოდა სიტუაცია. მან მოიწვია უბრალო ადამიანები, გაზეთში გამოაცხადა, რომ ეძებდა ექსპერიმენტისთვის ცდისპირებს, ექსპერიმენტი შეეხებოდა დასწავლას, კერძოდ დასწავლის ახალ მეთოდს და სურდა, რომ ადამიანებს მიიღოთ ექსპერიმენტში მონაწილეობა. როდესაც მასთან ეს ექსპერიმენტის მონაწილეები მიდიოდნენ, მილგრემი ასევე სხვა ექსპერიმენტის მონაწილეებთან ერთად სვამდა და ეუბნებოდა, რომ მან გამოიგონა დასწავლის ახალი მეთოდი. კერძოდ, თუ ადამიანს დენს დაარტყამ, ის რაღაცას უფრო მარტივად დაიმახსოვრებს, იმიტომ რომ დენის დარტყმა მტკივნეულია. შესაბამისად, მილგრემი ადამიანებს ორ ჯგუფად ანაწილებდა. ერთ ჯგუფში იყო მასწავლებელი, ვინც სიტყვებს კარნახობდა, ხოლო მეორე მხარეს კი იყო მოსწავლე, ვისაც ეს სიტყვები უნდა დაემახსოვრებინა და თუ ვერ დაისწავლიდა, შემდეგ მას დენს ურტყამდნენ. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ის, რომ მოსწავლეს სინამდვილეში დენს არ ურტყამდნენ და მოსწავლეს სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა ექსპერიმენტის მონაწილე, ის ცდისპირი იყო, ოღონდ მსახიობი. ანუ მილგრემს თავისი ცდისპირი ყავდა მოყვანილი, რომელსაც დენი არ ხვდებოდა და უბრალოდ ყვიროდა, რომ აი ძალიან მეტკინა დენი დამარტყეს. ხოლო ნამდვილი ცდისპირი კი ყოველთვის მასწავლებლის როლს ირგებდა, თუმცა მან ეს არ იცოდა. ექსპერიმენტის დასაწყისში ნამდვილ ცდისპირს მასწავლებელს უბრალოდ პატარა დენს ურტყამდნენ, რომ ეჩვენებინათ, რამდენად მტკივნეული იყო ეს. შემდეგ ექსპერიმენტი იწყებოდა, მასწავლებელი ერთ ოთახში იჯდა, მოსწავლე მეორე ოთახში, ისინი ერთმანეთს პირისპირ ვერ ხედავდნენ, თუმცა მასწავლებელი ესმოდა მოსწავლის მიერ ნათქვამი სიტყვები. ექსპერიმენტი ასე მიდიოდა, მასწავლებელი კარნახობდა სიტყვებს, მოსწავლე კი პასუხობდა. და თუ შეცდომას დაუშვებდა, მასწავლებელი მას დენს ურტყამდა. ოღონდ რაც მთავარია, ეს დენი ყოველ შეცდომაზე იმატებდა. ანუ პირველად დაშვებულ შეცდომაზე მოსწავლეს ურტყამდნენ 15 ვოლტს. მეორე შეცდომაზე 30, მესამეზე 45 და ასე შემდეგ. ანუ მასწავლებელს ჰქონდა სიტყვების ჩამონათვალი, ჰქონდა რაღაცა აპარატი, რომელსაც ჰქონდა ღილაკები და ეწერა რამდენი ვოლტი უნდა დაერტყა. და ასევე ჰქონდა მას კიდევ ერთი რაღაც მნიშვნელოვანი გარკვეული დენის შემდეგ ეწერა, რომ მომაკვდინებელია ფრაზა. ამის შემდეგ იწყებოდა ექსპერიმენტი და ნელ-ნელა მოსწავლეს შეცდომების დაშვებასაც იწყებდა. ექსპერიმენტატორი ეუბნებოდა მასწავლებელს, რომ აი ხა შენ დენი უნდა დაარტყა და მასწავლებელს ურტყამდა. და იქიდან ჯერჯერობით უიმეტკინა, ძალიან მტკივნეულია, ძალიან უსიამოვნოა, ხმები ისმოდა. თუმცა ეს ასატანი იყო. დენის მატებასთან ერთად, როდესაც უკვე 180 ვოლტზე ავიდნენ, უკვე მოსწავლეებმა, ანუ ყალბად ცდისპირებმა დაიწყეს ტკივილის წვავე განცდაზე საუბარი. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ძალიან მტკივნეული იყო, მათ აღარ სურდათ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. არ ელოდნენ, თუ რაღაც ასეთი საშინელება მოხდებოდა მათ თავს. თუმცა ექსპერიმენტატორი კვლავ ეუბნებოდა მასწავლებელს, რომ არა, შენ დენი უნდა დაარტყი მას დენი და აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები დენს ურტყამდნენ. გაგრძელდა ექსპერიმენტი და მივიდნენ იმ დენზე, რომელსაც ეწერა მომაკვდინებელია. ანუ თუ ამ დენს დაარტყამდა, შანსი იყო, რომ მეორე მხარეს მოსწავლე გარდაცვლილიყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი ცდისპირები ექსპერიმენტატორის მოთხოვნით მაინც აგრძელებდნენ დენის დარტყმას. რაღაცა ეტაპზე მეორე მხარეს მყოფი მოსწავლე წყვეტდა საუბარს, საერთოდ ხმას აღარ იღებდა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ მან კითხვაზე პასუხი ვერ გაქცა, ამიტომ დენი უნდა დაარტყა და მასწავლებელს ემორჩილებოდა ამ ექსპერიმენტს. ალბათ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტი ადამიანების აკეთებდა ამას. როდესაც მილგრემმა ეს ექსპერიმენტის დიზაინი მოიფიქრა, თავის კოლეგებს გაუზიარა და კითხა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტი იქნება ადამიანების, ვინც აი ესე მომაკვდინებელ დოზას აცდებიან დენის დარტყმის და ბოლომდე არ გაჩერდებიან, სანამ მე ვეტყვი, რომ არ გაჩერდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ასეთი შეიძლება ყოფილიყო 2-3%. თუმცა ექსპერიმენტის შედეგად ასეთი ადამიანების რაოდენობა 65% აღმოჩნდა, რაც ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ექსპერიმენტი ძალიან ბევრი ფორმით ჩატარდა, სხვადასხვა სახე მიიღო და ამ სხვადასხვა ექსპერიმენტებში და სხვადასხვა ფორმებში აღმოჩნდა, რომ მონაწილეების რაოდენობა განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენი პროცენტი ურტყამდა დენს. თუმცა ეს განსხვავება არ იყო განპირობებული ან სქესით, ცდისპირის პროფესიით, ან სხვა მახასიათებლით. ეს განპირობებული იყო ავტორიტეტის, ოთახში მყოფი ავტორიტეტის, ექსპერიმენტატორის თუ სხვა ადამიანის გავლენით. იმ შემთხვევაში, როდესაც ცდისპირები მაგალითად
გრძნობდნენ, რომ მათ დავალებას აძლევდა არა გამოჩენილი პროფესორი, არამედ ვიღაც ჩვეულებრივი ლაბორანტი, ისინი უფრო ნაკლებად ემორჩილებოდნენ მას. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ცდისპირები არ ემორჩილებოდნენ დენის დარტყმის ბრძანებას თუ პირისპირ ხედავდნენ ექსპერიმენტში მონაწილეს. ერთ-ერთ შემთხვევაში ექსპერიმენტი შეაბრუნეს და თვითონ ექსპერიმენტში მონაწილე ყვიროდა, რომ დამარტყით დენი, მე შემიძლია მისი გაძლება, თუმცა ექსპერიმენტატორი ამბობდა, რომ გაჩერდი აღარ შეიძლება მისთვის დენის დარტყმა, ამ შემთხვევაში ჩვენ ცდისპირები ჩერდებოდნენ. და კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია, როდესაც დენის დარტყმა არ იყო ცდისპირის ხელში, არამედ ვიღაცა მესამე ადამიანის ხელში, რომელიც ასევე მსახიობი იყო და ცდისპირს უბრალოდ ამ ყველაფრის მოწმეობა ევალებოდა და შეეძლო, რომ ეთქვა, რომ მოდი აღარ გვინდა გავჩერდეთ, ამ შემთხვევაში 93% საერთოდ არ ერეოდა ამ პროცესში და საშუალებას აძლევდა ექსპერიმენტატორს, რომ დენი დაერტყათ. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები უბრალოდ მოწმეებად არიან სიტუაციაში და არა რაღაც განმახორციელებლად, კიდევ უფრო ნაკლებია შანსი, რომ რაღაცა ასეთ აგრესიულ ქცევას წინ აღუდგნენ. მილგრემის ექსპერიმენტმა ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, არავინ არ ელოდა, რომ 65% ადამიანებისას შეეძლოთ ასეთი აგრესიული ქცევის ჩადენა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც სხვა ამას ავალებდათ, თუმცა ამ ექსპერიმენტმა ძალიან კარგად ახსნა ებრაელების დევნა, რომლებსაც გერმანელები ახორციელებდნენ სულ რაღაც 20 წლის წინ და იდეაში მილგრემის ერთ-ერთი მთავარი კითხვაც, რომელზე პასუხსაც ეძებდა, სწორედ ეს იყო, რომ როგორ მოხდა, რომ ეს გერმანელი ჯარისკაცები, რომლებსაც ებრაელები მეზობლად ყავდათ, ასე უცებ გარდაიქმნენ ასეთ დაუნდობელ ადამიანებად. რა თქმა უნდა, შემდეგ სხვა კვლევები ჩატარდა, კიდევ უფრო ბევრი აღმოჩნდა გაკეთდა, თუმცა მილგრემის ექსპერიმენტი დღემდე რჩება კლასიკურ ექსპერიმენტად, რომელიც გვიხსნის თუ რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტებს.